ნატალი შოვაძე 6 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩვენი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, სიმღერა, ველოსიპედის სეირნობა, ხატვა. ყველაზე უფრო მიყვარს სიმღერა. შარშან ველოდი სტუდია ჰარმონიაში. ჰარმონიაში ჩემი მასწავლებელია ნატურ თურმანიძე. იცნობ? კარგია, მზრუნველია, კეთილია, ყველას გვეხუტება. კარგი ხმა აქვს. იმა მასწავლებელი ცეკვას მასწავლებელი და ნატო მასწავლებელი სიმღერების. ჰარმონიიდან იმიტომ გამოვედი, რომ სკოლა დამეწყო ვაგვიგენები. სამწუხაროდ დრო მალე მიმთავრდება. ჩემი დრო ეხარჯება ცილში, სირბილში, ცეკვაში, სწავლაში, თამაშებში, ჭამაში. ჩემი საყვარელი სიმღერაა ლამპიონები. მე მაოცებე ლამპიონები ამ ლამასენას რომ ანათებე ჩვენ მოვდიოდით თქვენსკენ ოცნებით და თუ ამღერდით ნუ გაგვაჩერებ. ბაბუაზე სიმღერაც ძალიან მიყვარს. ბაბუა, ბაბუა, ბაბუ, ბაბუ, ბაბუა, 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 ჩემი ბაბუა. მე უკვე სამჯერ მქონდა კონცერტი. ყველაზე უფრო მომწონა მესამე. იმიტომ რომ ბევრი ბავშვი იყო და კარგად გავერტე. სახში მაქვს 3 სართულიანი დინამიკი და 3 მიკროფონი. ზოგჯერ ჩემთან ერთად მომღერეს ჩემი მოცეკვავი და სახში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი 3 და კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. მამიკო არის მზრუნველი, კეთილი, კარგი, საყვარელი. დედიკო არის ლამაზი პრანჭია, მზრუნველი და საყვარელი. მე ვარ მამიკოს გოგო. ახლა მინდა ვიყო 19 წლის. იმიტომ რომ ვიქნები უფრო ლამაზი და ჭკვიანი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ძალიან მიხდება. ჩემი საყვარელი ცეკვა არის განდაგანა. საყვარელი ილათია ეს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებელი მყავს, მზრუნველი, ჩამიყვანს დარბაზში, კიდე მუსიკას მირთავს, კლასელები თამაშობთ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია გეგა იაკობაძე. ყველაზე ჭკვიანია ლაზარე. ყველაზე მშვიდია ნოე ნიჟარაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ლია დავითაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და ლამაზი. რო გავიჟდები, მინდა გამოვიდე მოჭიდავე. იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა ჩემპიონი გამოვიდე. ამდღაც გამოვარ მინისტრი. ბავშვობაში მინდოდა სტილისტობა. მე ასე ვარ ხატვა და ჩემი თვისაღი. მე ვიცი კატის ხატვა, ყვავილისა და სახლის. და მზის. ყველაზე ძნელია მზის დახატვა და ყველაზე ადვილია კატის დახატვა. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა გავყიდო. ეღირება 5, 10 და 15 ლარი. მე ფული რაც მაქვს ვყიდულობ ჩიფსებს. დღეს მამიკა მომცა 5 ლარი მზრუნველი მამა მყავს. ზოგჯერ ვუგერებ ფუტკარს რო დავიმსახურებ და ჯილდოს ვიღებ, მაშინ მაძლევს ფულს. ზოგჯერ დედიკასაც აძლევს თუ დაიმსახურებს. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. მე ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე ვიყავი 4 წლის. ეს საჭმელი იყო სალათა. ახლა ყველაზე კარგად ვაკეთებ ბურგერს. რა გავიჟდები, ალფასი მეკნება 10,000 ლარი. ჩემი საყვარელი მურთმინია მაუგლი. დოსნული ჯოხი რომ მქონდეს, დედას გადავაქცევდი პრინცესად. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილე დამიტოვა შეკითხვა. ნატალი რომ არ მერქვეს, რა მერქ მევოდა. მე ნატალი დამარქვა ჩემმა დამ და არ მომწონს ჩემი სახელი. მე მინდა მერქვეს სალომე. ჩემ შვილებს დავარქვენ გერგას, ნოეს და სალომეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მოტოციკლეტი. ბედნიერება არის
ბატონცენში წავალ და ვიხტონავებ. კიდე დაბადების დღე რომ ექნება და გავერთობი ჩემ ბორცვებთან ერთად. მაკდონალდში წავალ დედადამ პატიჟებს. და კიდე მოტოციკლებსა ეზოში დამახვედებს დედა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.